მადლობთ ყველას აქ ყოფნისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია გვაქვს. იმ შეზღუდულ დროში, რაც გვაქვს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომელიც როგორც პრეზიდენტმა, ასევე ჩვენს გამომცემელმა ჯოშ კაცმა დასცვეს და წამოაყენეს, რა ხდება. ჩვენ ვიცით, რამდენად განსაკუთრებულია ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის. ჩვენ ვიცით იმ საერთო ღირებულებების შესახებ, რომლებიც აერთიანებს ამერიკელებსა და ისრაელელებს. ჩვენ ვიცით იმ საერთო მტრების შესახებაც, რომლებიც მათ აერთიანებს. მაგრამ ეხლა სად დგავართ? სამი კითხვა მაქვს. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ თხოვ ჩვენს პანელისტებს, რომ თითოეულ კითხვაზე რაც შეიძლება მოკლედ უპასუხონ. დავიწყოთ მიმდინარე კრიზისის განხილვით. ბოლო რამდენიმე თვე ნამდვილად იყო აშშ-სა და ისრაელის თანამშრომლობის პიკი, რამაც ბევრ ჩვენგანს სიხარულის საფუძველი მისცა. ბოლო ერთ რკვირაში ამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდა. კითხვა, ეს უბრალოდ დროებითი დაბრკოლება, თუ საქმე გვაქვს ურთიერთობისთვის გრძელვადიან საფრთხესთან. დავიწყოთ მარჯვენა მხრიდან და გადავიდეთ მარცხენა მხარეს. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ აქ დამპატიჟეთ. ფიქრობ, ისრაელსა და ამერიკას შორის ურთიერთობაში სიღმისეული ცვლილებაა. ამას კლიენტიდან მოკავშირეზე გადასვლას უწოდებ. ისრაელი ბევრ მხრივ ამერიკის კლიენტი იყო. ჩვენ 100%-ით ვეყრდნობოდით მათ მხარდაჭერას და გვჭირდებოდა მათი დახმარება. მაგრამ დღეს ისრაელი ამას ხედავთ ირანში მიმდინარე ბრძოლაში, სადაც ჩვენ გვერდიგვერდ ვიბრძოლეთ როგორც მოკავშირეებმა. ისრაელმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ გავხდით წარმატებულები და ფინანსურად დამოუკიდებლები, რომ შეგვიძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა. ჩვენ აღარ გვჭირდება ფინანსური დახმარება, სამხედრო დახმარებაც აღარ გვჭირდება. ეს მხოლოდ ისრაელის MSF-ს 0.7%-ია. ასე რომ უმნიშვნელოა იმ 15%-თან შედარებით, რაც 70-იან წლებში იყო. ეს იცვლება. ისრაელმა თავი უნდა წარმოაჩინოს როგორც მოკავშირე, კარგი, ძლიერი მოკავშირე და ამერიკამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ მათი მოკავშირეები ვართ. მოკავშირეები ზოგჯერ ერთმანეთთან განსხვავდებიან. შეგვიძლია ასე ვთქვათ, ამერიკა პირველია, მაგრამ ისრაელიც პირველია. ასე მუშაობენ მოკავშირეები. MK Town. პირველ რიგში მადლობა ღმერთს ელჩაკაბისთვის, ხო ასე? ამინ. უთხარი მას, როდესაც წავიდა რომ ცხოვროდა, ამ დროს ასეთი სიტყვების მოსმენა. მაგრამ მინდა ყველას უთხრა, ეცით უნდა დაველოდოთ და ვნახოთ სინამდვილეში საით მიდის ყველაფერი, რადგან ასევე უნდა გვახსოვდეს, რა მოხდა გასულ წელს, ან ცოტა მეტხმას შეთანხმში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. არც ერთ სხვა პრეზიდენტს არ გაუკეთებია და არ დაუდგა ისრაელს გვერდით ისე, როგორც პრეზიდენტი ტრამპი. ესეც უნდა გვახსოვდეს. ეხლა კი ასე უნდა მოემზადოთ იმ დღისთვის, როცა თეთრ სახლში სხვა პრეზიდენტს ვიხილოთ. და დიდი ალბათობით, რომ ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი არ იქნება ისეთი მეგობრული და მხარდამჭერი, როგორიც პრეზიდენტი ტრამპი იყო და არის. და სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ბევრად უფრო დამოუკიდებლები და უნდა შევქმნათ ახალი ალიანსები, რომლებიც დაგვეხმარება მომავლისთვის და მომავალი გამოწვევებისთვის მომზადებაში. დევიდი. დიახ, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ელჩაკაბის, რადგან ვფიქრობ, უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ამერიკის საყრდენი, ან არა მხოლოდ ამერიკული ცივილიზაციის, არამედ დასავლური ცივილიზაციის საყრდენი არის სინაის მთა, მორიის მთა და ასე შემემდე. არ არის საჭირო შორს გაიხედოთ, თუნდაც დოსტოევსკი ან სხვა მსგავსი ავტორები რომ განვიხილოთ ამ საკითხზე, მაგრამ ამას ვხედავთ ასევე ამერიკული კულტურული მემკვიდრეობის მთელ სივრცეში, როგორც ახალ იერუსალიმს. ეხლა ამ კონტექსტში, რაც ეს ნამდვილად ნიშნავს, არის ის, რომ ის დებატები, რაც ამერიკაში ისრაელის მიმართ პოლიტიკაზე მიმდინარეობს, სინამდვილეში ისრაელს არ ეხება. ეს ეხება ამერიკის სულს, როგორც ცივილიზაციას და იმას, თუ რა არის ის. და მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები შედის უზარმაზარი არეულობის პერიოდში. განმანათლებლობამ თითქოს მიაღწია გარკვეულ წერტილს, სადაც ხდება რელიგიასთან დაბრუნება და იმის გაცნობიერება, რომ არსებობს რაღაც დადგენილი, მაგრამ რომელი რელიგია? ამერიკული ძალაუფლების გარკვეული ელემენტიდი გადაჭარბებულად იქნა გამოყენებული, გადამეტებულად და ამერიკა თითქოს უკან იხევს. და ბოლოს ვფიქრობ, ამერიკული პოლიტიკური სტრუქტურები უზარმაზარი არეულობის პერიოდს უახლოვდება. მე არც კი ვფიქრობ, რომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა მოხდება თუ დემოკრატები ან რესპუბლიკელები წამოიწევენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ 10 ან 20 წლის შემდეგ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები იარსებებს. ვფიქრობ, ჩვენ შევდივართ უკიდურეს არეულობის პერიოდში. არა ძალადობრივში, არამედ ჩვენი პარტიული სტრუქტურის, პოლიტიკური სტრუქტურული არეულობის პერიოდში. და ისრაელი მხოლოდ ამის ანარეკლია. ასე რომ ეს კარგია იმ მხრივ, რომ ისრაელი სინამდვილეში ამის მიზეზი არ არის, მაგრამ ცუდია იმ მხრივ, რომ შეერთებულ შტატებში მოქმედებს დიდი ძალები, რომლებიც ფაქტობრივად განსაზღვრავენ საით წავალთ.
კარგი, ჩემი მეორე კითხვა თქვენ სამთან არის. სად ხედავთ ყველაზე დიდ საფრთხეებს განსაკუთრებული ურთიერთობისთვის? ჩვენ ვიცით წითელი მწვანე ალიანსის შესახებ, რომელიც მთელ ევროპაში გავრცელდა მარქსისტებსა და ისლამისტებს შორის. ჩვენ ვიცით, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მზარდი ვოუქი ანტისემიტური მემარცხენე ძალა, რომელმაც როგორც ჩანს, დემოკრატიული პარტიის დიდი ნაწილი დაიკავა. და ჩვენ ვიცით, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც არსებობს უმცირესობა, რომელიც კვლავ ძალიან ხმაურიანია და ასევე შეიძლება ითქვას ვოუქი და ანტისემიტურია. მე ამ მხრიდან დავიწყებ. ეხლა საპირისპირო მიმართული და მიმართულებით წავიდეთ. დავით, რაზე ხარ ყველაზე მეტად შეშფოთებული? კარგი, რადგან ვფიქრობ, რომ ამერიკულ საზოგადოებაში და ზოგადად დასავლურ საზოგადოებაში მთავარი დაყოფა არის მათ შორის, ვინც ჯერ კიდევ იცავს დასავლური ცივილიზაციის მემკვიდრეობას და მათ შორის, ვისაც მისი განადგურება სურს. წითელ-მწვანე ალიანსს დავამატებდი აღმაო ყავის ფერს, შავს, ან ნებისმიერ ფერს, რომელსაც დაარქმევთ ფაშიზმს და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ეს დებატი მაწუხებს და მგონია, რომ სწორედ ასე მოგვიწევს საკუთარი თავის ორგანიზება შეერთებულ შტატებში და მის გარეთაც. და სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ისრაელმა. ანუ რა არის დასავლური ცივილიზაციის საფუძვლები, რაც ელჩმა ჰაკაბიმ ძალიან კარგად განმარტა. არსებობს კიდევ რამდენიმე დამატებითი ელემენტი, მაგრამ საფუძველი ეს არის. მე ვფიქრობ, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს არის ის ფაქტი, რომ შეერთებულ შტატებში ჩვენ ვკარგავთ უნარს, გავიგოთ ჩვენი საკუთარი საფუძველი, ჩვენი მემკვიდრეობა. და ამასთან ერთად ჩნდება ეს ძლიერი მოძრაობი, რომლებიც ფუნდამენტურად სურთ დასავლური ცივილიზაციის შიგნიდან განადგურება. დიახ, დავეთანხმები. ფიქრობ, სანამ ამერიკის განსაკუთრებულობის იდეა მოქმედებს, მაშინ აშშ-სა და ისრაელის ალიანსიც მუშაობს. MK-თალი, რა სიტყვით? ამ კითხვაზე მე მეორე ვიქნები. კარგი, ამჯერად. იცით, ვფიქრობ, საფრთხე ისრაელისთვის არ არის. ვფიქრობ, როგორც აქ ითქვა, საფრთხე დასავლური ცივილიზაციისთვისაა. და შეხედეთ რა ხდება ახლა ევროპაში. გულისხმობ ამერიკაზე ჯერ არ ვსაუბრობთ. მოდი ამერიკაზეაც კი ვილაპარაკოთ. შეხედეთ რა ხდება ახლა ევროპაში. შეხედეთ, როგორ კარგავს ევროპა ყველაფერს, როგორ იპყრობენ მას შიგნიდან და არ აქვს უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. ამ მხრივ ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ისრაელმა ბოლო 2 წლის განმავლობაში აჩვენა, როცა ყველა ფიქრობდა, რომ დავნებდებით, ბრძოლაზე ხელს ავირებთ. ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ გავაგრძელებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ვართ ამაყიერი და გვაქვს ბოლომდე ბრძოლის უნარი. ვფიქრობ, ეს ისრაელის მნიშვნელობას აჩვენებს მსოფლიოსთვის. ასე რომ საფრთხე არა ისრაელისთვის, არამედ სინამდვილეში მსოფლიოსთვისაა. ნომერ პირველი საფრთხე ამერიკისთვის. ნომერ პირველი საფრთხე ამერიკისთვის მუსლიმთა საძმოა. ქერი და მუსლიმთა საძმო ეხლა ცდილობენ ფლორიდა და ტეხასი დაიპყრონ. და მეორე, ჯერ ფლორიდას აიღებენ, მერე ტეხასს და შემდეგ ამერიკა დაეცემა. ნიუ-იორკი უკვე დაიპყრეს. ეხლა ეს მხოლოდ ამერიკისთვის არ არის საფრთხე, ეს საფრთხეა ისრაელისთვისაც. 15 წლის შემდეგ ისრაელს ეგვიპტესთან ომი ექნება. მუსლიმთა საძმო საბოლოოდ ეგვიპტეს დაიპყრობს. მუსლიმთა საძმო, რომელიც სუნიტური ჯიჰადია, ეხლა მას შემდეგ რაც შიიტური ჯიჰადი შევასუსტეთ, მსოფლიოსთვის საფრთხე იქნება. თურქეთი ეხლა კონტროლს ხელში იგდებს. ფიდან ხანი, რა ქვია მას? საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ალეპო ავიღეთ, დამასკო ავიღეთ, ეთაც გამასკო ავისლიმია. სუნიტური ჯიჰადი შემდეგი მტერია. ისრაელი უნდა იყოს ძლიერი, ამერიკამაც უნდა იყოს ძლიერი. სამწუხაროდ ამერიკა სუსტია. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს. და თქვენ გესმით, რომ 15 წელიწადში ეგვიპტესთან ომი გექნებათ და არ იცით, ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. 15 წლის შემდეგ რას გააკეთებდით დღეს, რომ ამ გამოწვევას უპასუხოთ? თუნდაც ამერიკელი იყოს, მუსლიმთა საძმო აიღებს ტეხას და ფლორიდას. წარმოიდგინეთ, სად შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკა. ეს საფრთხეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, არა მხოლოდ დასავლური საზოგადოებისათვის. ეს საფრთხეა კაცობრიობისთვის, ადამიანობისთვის. კარგად თქვით. ჩემი ბოლო კითხვა თქვენ სამთან არის. რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს ისრაელი აშშ-ისგან, მიუხედავად იმისა, რამდენადაც აფასებს ისრაელი ამ ალიანსს? რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახეთ, პრეზიდენტის დროს, რომელიც ტრამპამდე იყო და ასე მეგობრულად არ იყო განწყობილი, მაგრამ როგორ, როცა ორი ქვეყნის სამხედროები ასე მჭიდროდ არიან დაკავშირებული, როცა ისრაელი პატარა ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს ისრაელი? ხალხს ერთი ამბავი ავიწყდება. 2022 წლის ოქტომბერში ნეთანიახუმ არჩევნები მოიგო და ბაიდენმა თეთრ სახში არ მიიწვია. 23 ივლისს კი მიიწვია და ნეთანიახუ ბაიდენს თეთრ სახში შეხვდა. რა მოხდა ამ დროს, რამაც ნეთანიახუს თეთრ სახში მიწვევა შესაძლებელი გახადა, არავის ახსოვს. მაგრამ 2023 წლის ივნისში ნეთანიახუმ გამოაცხადა, რომ სი ძინპინს ჩინეთში შეხვდებოდა. ასე მიიღო მან თეთრ სახში მიწვევა.
ყველა მიცის, რომ ის ჩინეთში სი ძინპინთან არ წასულა, მაგრამ ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ალიანსები გარკვეულწილად. დამოუკიდებელი მოკავშირის როლში ყოფნა ერთადერთი გზაა, რომ სინამდვილეში იყო ნამდვილად დამოუკიდებელი და ნამდვილად მოკავშირე. ისრაელმა დღეს უნდა დაიწყოს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მხოლოდ იმისთვის, რომ იყოს ამერიკის ნამდვილი მოკავშირე. ესმით, რომ ამერიკა პირველ ადგილზეა და ამერიკამ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას, მაგრამ ისრაელმაც თავისი ინტერესები უნდა დაიცვას და იყოს პირველ რიგში ისრაელი. მინდა ამ კითხვაზე პასუხი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი უენსის პასუხით გავცემ. მიმედოვნები, რომ თქვენგან რომელიმე ამას გააკეთებდა. კარგი, მაშინ მე უპასუხებ. და მინდა უთხრა მას, რომ ისრაელს არ იცავს ამერიკელი ხალხის ხელები ან ამერიკელი გადამხდელების ფული. ეს არის ისრაელის ღმერთი, რომელიც იცავს ისრაელის თავდაცვის ძალების მამაც ჯარისკაცს. ჩვენ როგორც უკვე ვთქვი, ძლიერი და ამაყიერი ვართ. ჩვენ აქ ათასობით წელია ვართ და ვაპირებთ კიდევ მრავალი წელი ვიყოთ აქ. მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მსოფლიოს პრეზიდენტი თეთრ სახლში. დიახ, ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ძლიერები ვართ და გვაქვს გეგმები აქ. კიდევ ძალიან დიდხანს ვიყოთ. დავეთ კარგი, ვფიქრობ, რომ მომზადების პროცესში მყოფი ურთიერთგაგების მემორანდუმი მიუთითებს, როგორც ამიადმა თქვა, რომ ურთიერთობის ძირითადი ბუნება იცვლება და ბალანსდება, სადაც ისრაელი ბევრად უფრო პარტნიორია. მაგრამ ვითხოვდი, რომ ეს მხოლოდ ნაწილია. ვფიქრობ, ისრაელის იდეები ასევე ეკუთვნის იმ ბავშვებს ღაზაში, იმ ბავშვებს, რომლებიც ლიბანში იბრძვიან. ისინი აჩვენებენ, სად არის დასავლური ცივილიზაციის მომავალი. ისინი მხოლოდ ისრაელისთვის არ იბრძვიან. ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ მსოფლიოს შეახსენონ ის, რაც ამერიკელ ახალგაზრდებს, ევროპელ ახალგაზრდებს და ასე შემდეგ უცხოა მათთვის. თუ ისრაელი სწორად მოიქცევა, ის ასევე იქნება პარტნიორი იმ იდეების აღდგენასა და განახლებაში, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის საფუძველია. ისრაელი რამდენადაც პატარა ქვეყანაა, სწორედ ის დაეხმარება დასავლური ცივილიზაციის საფუძვლებისა და ბურჯების აღდგენას. ეს ყველაფერი კარგად თქვით. რამდენიმე წუთი დაგვრჩა, რადგან ყველანი ძალიან მოკლედ პასუხობდით. მაგრამ რას ნიშნავს მოკლე პასუხი? უკვე უპასუხეთ ვიცე-პრეზიდენტ უენსს, მაგრამ ამან დააყენა კითხვა. არის თუ არა ისრაელი მოკავშირე თუ ვასალი? როგორ ჯობია რომ უპასუხოთ, ჩვენ როგორც ისრაელის მხარდამჭერებმა, როგორც ამერიკელებმა, ასევე ისრაელელებმა ამ იდეას. უბრალოდ გაჩუმდით და მოусმინეთ იმას, რასაც გეუბნებით. ძალიან სწრაფად. ვინც ფიქრობს, რომ ისრაელი ვასალია, ისინი ვერ იგებენ დასავლეთს, ვერ იგებენ ამერიკას და ეს ორივესთვის საფრთხეა. ისრაელი ნამდვილად პარტნიორია და თუ ამას არ დაიმახსოვრებ, მაშინ დაგავიწყდება ვინ ხარ და რას ნიშნავს ისრაელი. ამიტომ ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ამერიკა გადარჩეს, თუ ასე ძალიან დაიწყებს თავის დაკარგვას. ისრაელი ნამდვილად პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. კარგი, უბრალოდ ვიტყოდი. მოусმინეთ ჩვენს მტრებს. მოусმინეთ რას ამბობენ ისინი. ისინი არც ზომიერები არიან და არც გონიურულებები. ისინი სკანდირებენ სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. ისინი ხვირიან ამბობენ, ისრაელი და ამერიკა პარტნიორები არიან და ჩვენ თქვენი მტრები ვართ. და როცა ისრაელი ებრძვის თქვენს მტრებს, ამერიკის მტრებს, ეს უფრო მეც ამტკიცებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რომ ჩვენ სინამდვილეში პარტნიორები ვართ. საქმე სიტყვებზე მეც ამბობს. პირველ რიგში ხკითხეთ ამერიკელ პილოტებს, რას ფიქრობენ ისინი ისრაელის არმიაზე. შენ აქ არ. მეორეც შეამოწმეთ ისრაელის MШP. ისრაელის MШP უნდა გაორმაგდეს მომდევნო 10 წლეულში. ამისთვის საჭიროა სწორი ლიდერობა, მაგრამ თუ სწორად მოვიქცევით, მომდევნო 10 წლეულში ერთ სულ მოსახლეზე MШP-ით ამერიკას გაუსწრებთ. ჩვენ გვაქვს ტალანტი, გვაქვს შესაძლებლობები, ვგულისხმობ ამ ეტაპზე ამერიკაზე მეტიც კი გვაქვს ხედვა და რწმენა საკუთარ თავში. ისრაელი უნდა იყოს მხოლოდ ამერიკის მოკავშირე და დაეხმაროს ამერიკას დაბრუნდეს იმ ამერიკად, როგორიც ადრე იყო. აქ. მადლობა ყველას. მადლობა ჩვენ სამივე პანელისტს. ურთიერთობა კვლავ განსაკუთრებულია და მოდით ყველამ ვიმუშაოთ, რომ ასე დარჩეს.